ბაზარზე არსებული არალოგიკური ფასნამატების შესწავლა და ფასების შესაძლო შემცირების გზების ძიების პროცესი. დღეს ფასების შემსწავლელი საპარლამენტო დროებითი კომისიის მორიგის სხდომა გაიმართა. კომისიის წევრები რითეილ სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც კონკურენციაზე გავლენა, ეგრეთ წოდებული ქეშბეკების სისტემა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. უფრო მეც თემაზე შალვა სუმბაძე გვეტყვის, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდდება. შალვა, როგორია მხარეთა პოზიცია? ეგრეთ წოდებული ქეშბეკები დღესაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, თუმცა ერთი განსხვავებით ამ შემთხვევაში უკვე საცალო ქსელები ამბობდნენ, რომ ქეშბეკის არსებობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ კონკრეტულ პროდუქტებზე დაბალი ფასის შენარჩუნება მოხერხდეს, თუმცა მათ შემთხვევაშიც ისინი ამბობდნენ, რომ ქეშბეკები რიგ შემთხვევაში არის უსამართლო და მაგალითად მსხვილ ქსელებს უფრო დიდი შესაძლებლობები ეძლევათ ვიდრე პატარა ქსელებს და ამაში ისინი სადისტრიბუციო და იმპორტიორ კომპანიებს ადანაშაულებდნენ, მაგალითისთვის განხილული იყო ღვინის თემა მოყვანილი, სადაც ამბობდნენ, რომ თუ კი ღვინოზე მაგალითად არსებობს 20%-იანი ქეშბექი, ღვინის ნაცვლად ამ 20%-იანი ქეშბექის ფასდაკლების შესაძლებლობის გამოყენება ხდება პირველადი მოხმარების პროდუქტებზე და თუ კი ამ ქეშბექის გაუქმება მოხდება, კი დაიკლებს ღვინის ფასი, თუმცა დაბალანსება ვეღარ მოხდება პირველად პროდუქტებზე ფასნამატის და შესაძლებელია, რომ პირველად დიმოხმარების პროდუქტებზე ფასები გაიზარდოს, ასევე იყო საუბარი იმაზე, რომ მაგალითად 20%-იანი ქეშბექი თუ არსებობს, ასე ვთქვათ, მცირე და საშუალო სარეალიზაციო ქსელებისთვის, დიდი კომპანიებისთვის ეს არის 40%-იანი ქეშბექი, რაც ბუნებრივია, გაცილებით უფრო დიდ შესაძლებლობებს უხსნის ფასდაკლების კუთხით დიდ ქსელებს, რაც კონკურენციას ბაზარზე არაჯანსაღს ხდის, ასევე რამდენიმე ინიციატივა შეეხებოდა თავად სადისტრიბუციო და ლოჯისტიკური ხარჯების შემცირებას. ერთ-ერთმა კომპანიამ მაგალითისთვის დაასახელა, რომ კარგი იქნებოდა, როგორც ევროპაში, საქართველოშიც არსებობდეს ლოჯისტიკური ცენტრები, ეგრეთ წოდებული ბაზები, სადაც შესაძლებელი იქნება მწარმოებლისთვის ერთის მხრივ კონკრეტული პროდუქტების ჩაბარება, შემდგომში კი ამ ბაზიდან მცირე მაღაზიებს თუნდაც საშუალო შესაძლებლობა ექნება, რომ დისტრიბუციის ხარჯების გარეშე თავად წამოიღოს ეს პროდუქტები, რაც დაახლოებით რითეილერების აზრით 20-25%-ით გააიაფებს პროდუქციას. ამ საკითხების გარშემო მიმდინარეობდა მსჯელობა, რომელზეც კონკრეტულ შედეგებზე ჯერჯერობით არ შეთანხმებულან პარლამენტის დეპუტატები და საცალო ქსელები, თუმცა გამოითქვა კონკრეტული იდეები, რამ შეიძლება გახადოს შესაძლებელი ქვეყანაში ფასების შემცირება. გავაიაფებ ღვინოს, გავაიაფებ როშენს, პირობითად გავაიაფებ სნიკერს, მაგრამ მივიღებთ გაძვირებულ შაქარს. ანუ ჯამურად 3% მაქვს ებიტა, სად უნდა გავაიაფოთ მითხარით? 5%-ს ბიუჯეტში ვიხდი, 3 მიმაქვს მე, სად გავაიაფოთ მითხარით და გავაიაფოთ. ერთ უბანში თუ იყიდება 5 ლარიანი ზეთი აქციაში, მეორე უბანში იყიდება ავედოვი 8 ლარად აქციაში. მაგალითად, ავიღოთ თემქის და ვაკის შედარება, მე ორივე გაქვს ობიექტი. თემქაზე ყველა 5 თეთრიანი განსხვავება შაქარზე სენსიტიურად მოქმედებს, ხოლო ვაკეში არ მოქმედებს. ანუ ვაკეში შაქარი არ აინტერესებს მომხმარებელს 80%, 20% უყურებს იმას, შაქრის ფასი. თქვათ, რომ ეს ქეშბეკები და ისინი რომ აღარ იყოს და კანონმდებლობით თქვათ გაუქმდეს, რა შეიძლება დაემართოს ფასი? ვერ გაიაფდება ფასი, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, ფასწარმოქმნის დროს ქეშბეკის ნაწილი ფასწარმოქმნის დროს გვაქვს გათვალისწინებული და ხშირ შემთხვევაში კი არა მეტად ბრუნად პროდუქტებზე უკვე ქეშბეკის ხარჯზე შესაძენ ფასზე იაფად ვყიდით აღნიშნულ პროდუქტებს. ქეშბეკის ზრდა, მოცულობის და გამოწვეულია დისტრიბუციის თუ წარმოებლის ნაწილში მაღალი კონკურენციის გამო, ასე არის? დიახ, კი ბატონო, აქ წინა შეხვედრებზე რამდენიმე მომწოდებებმა გააჟღერა კიდევაც, რომ ჩვენო ბევრი ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ პატარა მეწარმეები ბაზრიდან გამქრალიყვნენ. ანუ შესაბამისად, აქვე ჩანსა და აქვეა ნათელი, რომ მათ მიერ მოთხოვნა მიწოდება აჭარბებს იმ მოთხოვნას, რაც არის ქსელების მიმართ და თვითონვე აქვთ გაჩაღებული ხელჩართული ომი ამ ქეშბეკების სახით და თვითონვე სთავაზობენ ყველა ქსელს, რომ მეორე გაუშვან და თვითონ იყვნენ წარმოდგენილი ქსელზე. ლოგიკურად მივდივართ იქ, რომ ეს ქეშბეკი, რეტრობონუსი და ასე შემდეგ, ეს არის მარკეტინგული ინსტრუმენტი. და თუ ეხლა ამის ადმინისტრება ხდება დისტრიბუტორის მხარეს, ამის გაუქმების შემთხვევაში მოხდება ქსელების მხარეს. სწორად გვესმის პროცესი და სისტემურად ფასწარმოქმნის ჯაჭვში არაფერი არ შეიძლება.
მეთახმებით. სად არის სივრცეები? სად არის ეს სივრცე? კორონავირუსმა ერთ-ერთ პერიოდში მახსოვს ზეთი შემოიტანა, რომელიც 25-30% უფრო იაფი იყო მასთან დახლზე, ვიდრე მე მომწოდებელი მაწვდიდა. ანუ მე რო თვითღირებულებაში გამეყიდა ის ზეთი, ვიქნებოდი მაინც 25% უფრო ძვირი, ჩემ დაღზე ისა, ვიდრე ორინავის დაღზე ყიდა და რითი მოახერხა ეს, ხო? წავიდა და ეს ზეთი პირდაპირ მწარმოებლისგან თვითონ შემოიტანა. საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე უნდა ფასები დაეცეს, ასე ვთქვათ, გაიაფდეს ამოხმარებლო პროდუქტების ფასები. თქვენ სად ხედავთ? აი თქვენს კონკრეტულ ქსელში, აი ამ პანჯარას. პირველი თუ რომელიმე მწარმოებელი ხილის და ბოსტნეულის საჯაროდ თავაზობ, რომ რა ფასადაც ექსპორტზე გაუშვეს პროდუქცია, იმ ფასად თხოვნა მაქვს იქნებ ჩვენს მოგვაწოდონ პროდუქცია. გაიაფების რესურსს და სივრცეს ვხედავთ ბიზნესის მთელი ჯაჭვის სწორ მოწყობაში. ანუ ეს ჯაჭვი არ იწყება სუპერმარკეტის ქსელებით და რა თქმა უნდა, ეს ჯაჭვი თავის თავში მოიცავს საკმაოდ მნიშვნელოვან პროცესებს. იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში მოხდება ლოგისტიკური ცენტრების ბიზნესის განვითარება და მიმართულების აქტიურად განვითარება, ისევე როგორც არის ევროკავშირის ქვეყნებში, გერმანიაში მაგალითად, იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში, იქ არის ლოგისტიკური ცენტრები და ლოგისტიკური ცენტრები ახდენენ აი ამ მიტანის პროცესს. მცირე და საშუალო სარეალიზაციო ქსელებთან შეხვედრამდე იყო შეხვედრები ჯაჭვის სხვა წარმომადგენლებთან, თუმცა დღეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის, ამ შემთხვევაში პარტია გახარია საქართველოსთვის წევრებსა და უმრავლესობის დეპუტატებს შორის მცირე სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. კითხვაზე მოხდებოდა თუ არა კონკრეტულად კომისიის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დაევალებინათ მაღაზიებისთვის ფასის შემცირება, ფასებს შემცირებდნენ თუ არა მაღაზიები, ამ კითხვას მოყვა გაუგებრობა. უმრავლესობის წევრებმა აღნიშნეს, რომ საკითხი ასე არ მუშაობს, როგორც ოპოზიციას წარმოუდგენია და მხოლოდ მოწოდებით არ შემოიფარგლება პარლამენტი, უფრო კომპლექსურია საკითხი, რაზეც ბუნებრივია მოხდა უთანხმოება პარტიების წარმომადგენლებს შორის. დღეს რომ გთხოვოთ, რომ ორშაბათისთვის პირობითად გაიაფოთ 10%-ით, პირობითად 5 ან 10 პროდუქტი. რძე, კვერცხი, წიწიბურა, შაქარი, მაკარონი 10%-ით. ორშაბათიდან. მაინტერესებს ყოველას პასუხი სათითაოდ თუ შეგიძლიათ ეს. თუ თქვენი მოთხოვნა იქ რაღაც პირობითად 2 დღე, 3 დღე თორე გრძელდება და შეაღნიშნულის გაკეთება რა თქმა უნდა შეუძლებელია, იმიტომ რომ ზუსტად იმ პროდუქტებს რაც თქვენ ახსენეთ და ჩამოთვალით, ფასნამატი კი არა. ანუ ის 2 დღე როგორ გაიაფებთ თუ თქვათ არ შეგიძლიათ სამომავლოდ. ხარჯზე დანარჩენი პროდუქტები ანუ ვერ გაიაფებთ. მოგების ხარჯზე რა თქმა უნდა ვერ გავაიაფებთ, იმიტომ რომ გრძელვადაში ვერ გავაიაფებთ ვერანაირად. ანუ მე გეკითხებით, შეგვიძლია თუ არა გავაიაფოთ 1 თვე, 3 თვე, 1 წელი. ვერ გავაიაფებთ. 10%-ით ბატონო სოსო. პრინციპში ეგრე არ მუშაობს ბიზნესი, რომ არა, ეს ვიცი. რაღაც სტრუქტურიდან დაუშვათ ნებისმიერი და გთხოვეს, რომ გავაიაფოთ და გავთ, ეგრე არ მუშაობს. უკაცრავად არც პარლამენტი არ მუშაობს ესე, რომ რაღაცებს ვთხოვდათ, ჩვენ ვიღებთ კანონებს, რეგულაციებს და შესაბამისად ხდება. უბრალოდ ეს ალბათ რიტორიკული კითხვა იყო და დავაზუსტოთ. რიტორიკულად ოპოზიციის წარმომადგენლის. რიტორიკულ შეკითხვაზე პასუხია, რომ არა, ვერ შევწყვეტ ესე რომ. კი ბატონო და მაშინ მაქვს ბატონო შოთასთან კითხვა, ანუ ჩვენ რას ვაკეთებთ აქ? თუ პირობითად 10%-ით პირველად პროდუქტებს ვერ გააიაფებენ, ხო? დისტრუქციაში რო გადავართ, ხედავთ კიდევ კარგად. უყურეთ, ინსტრუქციაში არ გადავდივარ ბატონო შოთა. გეკითხებით, გვეუბნება აგერ წარმომადგენელი 6 ადამიანია და ვერ გავაიაფებთ 10%-ით, ხო? ბატონმა კობახიძემ შეგვკვირდა, რომ უნდა პირველადი პროდუქტები გაიაფდეს, ხო? და მაინტერესებს ძალიან ჩვეულებრივი კითხვას გეკითხებით. პასუხობთ, ეხლა დავშვიდეთ პასუხობთ. არა, მშვიდად ვარ, რა ხო, კარგი, მაშინ პასუხობთ. ჩვენ პროცესი არის ფასწარმოქმნის ჯაჭვის შესწავლა. ჩვენ დავინახეთ პრობლემები, რომლის გაჟღერება მე არ მინდა ეხლა აქ. ჩვენც დავინახეთ რა. არის სისტემური გეგმა, რომლის მიხედვითაც ამ ფასწარმოქმნის ჯაჭვში, რომელიც 3 საფეხურიდან შედგება, ჩვენ ვჯერა რომ მივახცევთ მნიშვნელოვან კოლექციას. ხომ არ ჯობდა თქვენი ოცნების მთავრობას ეზრუნა
პენსიების 200 ლარით გაზრდაზე, თემატურად რა შუაში არის პენსია ეხლა? თქვენ ოცნების წარმომადგენელი ხართ და მე მგონი ჩვეულებრივი ადგილია, სადაც შეიძლება გავაჟღეროთ, რომ ადამიანებს შეეძლოთ უფრო მეტი მყიდველ უნარიანები ყოფილიყვნენ. მე მგონი ეხლა ბატონო უგრეთ არა თემატური საუბარია თქვენ გახარიას დროს იმიტომ ნერვიულობთ რომ ის წელიწად ნახევარი რომელიც გახარია იყო პრემიერი თქვენ კარგად ვერ იპარავდით ბატონო კონკრეტულად თქვენზე არ გეუბნებით თქვენი პრემიერი იყო ძალიან ბევრი აქედან ძალიან გთხოვთ მოდი რა საქმეს დაუბრუნდეთ კი 9 წელიწადი არ ყოფილა წელიწად ნახევარი იყო და ძირითადად თქვენი ოცნები სანერვიულო არის ის რომ აი წელიწად ნახევრის მანძილზე თქვენ კარგად თქვენი პარტია კარგად ვერ იპარავდა როგორც იპარავს დღეს და როგორც თქვენი პრემიერები და უფროსები ჩასვით ციხეში ეს ქსელები რომლებიც ესე არიან მონოპოლისტები და ოლიგოპოლისტები გახდნენ 21 წლის შემდეგ თქვენი მთავრობის ხელში რომლებიც აი კეშბექებს და აი მოპარულ ფულს სად მიარბეინებენ არიციან და კარგად მოიძიეთ ლილუაშვილის ღარიბაშვილის არა როგორ არის იცით არავითარ შუაში არა აი საქმესთან ეხლა ეს დისტრუქციის გარდა თქვენ მაგისტრის მოხვედით რომ აქ დისტრუქცია შეგვიძლია ჩვენ ვართ ძალიან საქმიან ხალხს ხვდებით რომლის დრო ძალიან მნიშვნელოვანია გვინდა პრობლემაში სწორედ გავეკყვეთ თქვენ შეგიძლიათ მაბატიეთ და ძალიან კარგად ვერ ყვევი განსაკუთრებით რაც ეხება ბიზნესს ძალიან კარგად ვერ ყვევი და ძალიან ბევრი პროცესები დავინახე რომლის ერთი წუთი რა გაუნჯობესება შესაძლებელი შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ბოლოს წინა შეხვედრა სასურსათო ფასს წარმოქმნის ჯაჭვის რგოლის მონაწილეებთან. ბოლოს შეხვედრა რიგით, რომელიც ჯაჭვის სხვადასხვა რგოლთან შეხვედრას მოიცავს, იქნება პარასკევს, ეს იქნებიან მსხვილი სარეალიზაციო ქსელების წარმომადგენლები. მადლობა, პირდაპირ ეთერში შალვა სომბაძე საუბრობდა.